დიახ, ახლა ასეთ მდგომარეობამდე მივედით. ომი ჩიხშია შესული. ხედავთ თუ რას წერს ილონ მასკი X-ზე. მას მიაჩნია, რომ ეს ძალიან სისხლიანი ჩიხია. ამავდროულად ბლუმბერგი, რომელიც როგორც წესი მიჰყვება ტრამპის ნარატივებს, აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწეროს, რაც ჩემი აზრით დეზინფორმაციაა. სწორედ ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი, რადგან ის, რაც კურსკში ახლა ხდება და რაც მოხდება უახლოეს მომავალში, იმის ინდიკატორია, რომ რუსები ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმანი არ არიან. ამის მიუხედავად დასავლური მედია მუდმივად საუბრობს, რომ შეთანხმება მალე დაიდება. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? დენი, სამწუხაროდ ეს მხოლოდ და მხოლოდ უშინაარსო საუბარია და მეტი არაფერი. ჩვენ კი მისი ატანა გვიწევს. პუტინს არასდროს უთქვამს, რომ ის ცეცხლის შეწყვეტას რეალურად განიხილავს. არასდროს. ეს რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოზიციაა. იმავე სიმეორებენ რუსეთის ყველა მინისტრი და განსაკუთრებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მათ შესანიშნავი დიპლომატები ჰყავთ. ისინი ძალზე დიპლომატიურად, თუმცა მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება გსურთ, ეს უნდა მოხდეს გაცილებით დიდ მასშტაბში და უფრო ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს. ჯერ მოლაპარაკებები სრულფასოვნად არც კი დაწყებულა. როგორც შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის რეალურ შეთანხმებაზე საუბარი. ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ნარატივი ამერიკული გაბატონებული მედიის მიერაა წარმოებული, რომელიც ცდილობს რეალური შედეგების ფაბრიკაციით ქვეყნის შიგნით და გარეთ საჯარო აზრის ფორმირება მოახდინოს. დიახ, მრავალი დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პირობებს დათანხმდება რუსეთი. თუმცა რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით და თქვენც დაწერეთ ამის შესახებ სტატია, არის ის, რომ იმ დროს, როდესაც ამერიკელები ცდილობენ ზელენსკის დაყოლიებას დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ევროპელები აპირებენ რუსეთს ბოლო უკრაინელამდე ებრძოლონ და განუზომლად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რათა ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. ამაზე საუბარი საჭიროა, რადგან რუსეთი აუცილებლად გააგრძელებს იმის მიღებას, რაც მას სურს. საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის დამოკიდებულებაზე, რადგან ამაზე თქვენ საინტერესო სტატია გაქვთ გამოქვეყნებული. შეიძლება ის ჩვენი მაყურებლისთვის გავაზიარო. დიახ, რა თქმა უნდა, ახლა ნახევრად იუმორისტულად ვსაუბრობ, რადგან ჩვენ ამ სისულელეებს 24 საათის განმავლობაში ვისმენთ. ამიტომ ხანდახან საჭიროა მათ მიმართ ცოტათი აგდებული დამოკიდებულება გქონდეს. დიახ, ევროპელებს უნდათ წარმატებული კოალიციის შექმნან იმ მხარეების მონაწილეობით, რომელთაც სურთ რომ დაიღუპონ. ეს იქნება კოალიცია, რომელიც ნებაყოფლობით დაიღუპება. დაუშვათ ის სცენარი მართლაც განხორციელდა, რომელსაც გერმანელები, ბრიტანელები და ნატოს გენერალური მდივანი გთავაზობენ. თუ კი ისინი ოდესმე ბრძოლის ველზე ნოვოროსიაში 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე რუსებს დაუპირისპირდებიან, რუსები მათ 5 წუთში გაასწორებენ მიწასთან. წარმოგიდგენიათ, პრაქტიკულად არარსებული ფრანგული და გერმანული არმია ბრძოლაში გამოცდილ რუსებს რომ დაუპირისპირდებიან, მათ ჩეჩენ კომანდოებთან ერთად. რა მოხდება? ევროპელებს არც სამხედროები ჰყავთ, არც არმიები ჰყავთ და არც შეიარაღება გააჩნიათ, რომლის შეძენაც ამერიკელებისგან მოუწევთ. მათ მხოლოდ და მხოლოდ საუბარი შეუძლიათ. საუბარი და მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, ევროკომისიის თავმჯდომარე საჯარო დამტკიცებს, რომ ჩვენ 800 მილიონი ევრო გჭირდება ევროპის გადაიარაღებისთვის. ეს არის ფული, რომელიც არავის აქვს. ეს უბრალოდ სიგიჟეა, რაღაც ფსიქოდელიურთან გვაქვს საქმე. ეს არის ევროპული მეგალომანია, რომელიც არაფერს არ ეფუძნება. იმ შემთხვევაშიც კი თუ გადაიარაღება დაიწყება, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც ახლა ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან, ვერ შეძლებენ ამ პროექტის დაფინანსებას. ამ ყველაფრის მიუხედავადაც კი, თუ ევროპული ქვეყნები გადაწყვეტენ ამ პროექტის განხორციელებას, მათ მოუწევთ ძალიან დიდი პროცენტით აიღონ ვალი, ჩვეული საერთაშორისო ფინანსური სისტემებიდან. ყველამ კარგად ვიცით თუ ვის გულისხმობთ. ასე რომ ამ ინიციატივას მომავალი არ აქვს. ბრიტანელები და ფრანგები ახლა საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე სამხედროების გაგზავნითა და სამხედრო თვითმფრინავებით. ეს ბლეფია, მათ არც საკმარისი ჯარისკაცები და არც საკმარისი თვითმფრინავები ჰყავთ. საფრანგეთში ადგილობრივ მოსახლეობას იმდენად მოაბეზრა მაკრონმა თავი, რომ მას ყურადღებას აღარც კი აქცევენ. მაკრონის რეიტინგი მიზერულია, ის არავის მოსწონს. ასე რომ დიქოტომია, რომელიც ერთი მხრივ რაციონალურ აქტორებს შორის ამერიკასა და რუსეთს და მეორე მხრივ
ევროპელ იმბეცილებს შორის არსებობს ძალიან თვალსაჩინოა. ეს თვალსაჩინოა იმ ევროპელი მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც კრიტიკული აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შერჩათ. დღეს ვესაუბრე არაჩვეულებრივ გერმანელ ბიზნესმენ ქალბატონს, რომელიც საკუთარ საქმიანობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ახორციელებს. მან მითხრა, რომ ტვინის გამორეცხვის დონე, რომელიც გერმანიაში ბოლო 2 სამთაობაში მოხდა, წარმოუდგენლად მაღალია და ამას არაფერი ეშველება. მას გერმანიაზე ხელი აქვს ჩაქნეული. გერმანიის მოქალაქეს. ის რაციონალური ადამიანია, რომელიც მთელ მსოფლიოში დაფრინავს საქმიან ვიზიტებზე, ხვდება უამრავ ადამიანს და კარგად აანალიზებს, თუ რა ხდება კონტინენტზე. ამ ქალბატონს ამაზე საჯაროდ საუბარიც კი არ შეუძლია. Она может общаться с аудиторией так же, как вот мы сейчас здесь, что совершенно невозможно в Европе. განსაკუთრებით დიდი ცენზურაა ამ კუთხით ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. ამ საკითხთან დაკავშირებით მსურს თქვენი დასკვნითი კომენტარი მოვისმინო, ვიდრე სასაუბროთ სხვა თემაზე გადავალთ. მიადევნეთ თუ არა თვალი ილონ მასკის განცხადებებს Starlink-ზე და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხს. ღმერთო ჩემო, დიახ, ის ნამდვილი იმბეცილია. რადოსლავ სიკორსკი ახლა ევროპარლამენტარია. ის პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც ადრე Twitter-ზე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს. Сейчас он работает в Европарламенте и известен тем, что в Твиттере поблагодарил США. ახლა Twitter-ის პოსტს ვერ ამოვანათებ, რადგან ის ჩვენთან შეფერხებით მუშაობს. მოიცადეთ, Twitter-ი ამერიკაში ახლა არ ფუნქციონირებს, ჩვენთან აზიაში ის ჩვეულ რეჟიმში ოპერირებს. არ ვიცი ამის მიზეზი რა არის, თუმცა დიახ, Twitter-ი ახლა ამერიკაში შეფერხებით მუშაობს. В смысле в Азии. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ სიკორსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებისთვის მადლობა გადაუხადა. Северного потока. Да, знаменитый твит «Спасибо, Америка». Ты об этом? Он самый. ეს ადამიანი ძალიან გაუბრაზდა ილონ მასკს, მას შემდეგ, რაც მასკმა აღნიშნა, რომ Starlink-ის გათიშვის შემთხვევაში უკრაინა მალევე ჩამოიშლებოდა. მსურს თქვენი აზრი მოვისმინო ამის შესახებ. ორივე მათგანმა, მარკო რუბიომ და ილონ მასკმაც დაადასტურეს, რომ Starlink-ის მიწოდება უკრაინელთათვის გაგრძელდება. როგორ ფიქრობთ, რა როლი უჭირავს Starlink-ს უკრაინის არმიაში და როგორ განვითარდება ამ თვალსაზრისით მოვლენები ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ცვლილებების პარალელურად? ილონ მასკი უპირველესად ბიზნესმენია, ის ნებისმიერთან დადებს ბიზნეს შეთანხმებას სარფიანი გარეგების სანაცვლოდ. ასე რომ არ არსებობს მისთვის Starlink-ის შეთანხმების შეწყვეტის მიზეზი. მასკს ეს რომ სურდეს, ამას არ გააკეთებს. მეცაც გეტყვით, მიმაჩნია, რომ მისი პოსტები Twitter-ზე ამაზე მეტყველებს. Сделать, но не делает. Это разумное бизнес-решение. თუ თეორიულად მაინც დაუშვებთ, რომ უკრაინის არმია Starlink-ზე წვდომა შეუჩერდება, მაშინ მათი განადგურების პროცესი გაცილებით დაჩქარდება. რუსებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ჩვეულ სტილში იბრძვიან ორ ფრონტზე, კურსკსა და დონბასში, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არც არის. თუმცა მნიშვნელოვანია ის მოცემულობა, რომ Starlink-ს მთავრობები და მათი არმიები, ასე ვთქვათ, სახიფათოდ იყენებენ. მასკი ახლა ფლობს არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას, რადგან Starlink-ის ინტერნეტს აწვდის სხვადასხვა მთავრობას, მათ ორგანოებსა და არმიებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Starlink-ის მეშვეობით ილონ მასკი პირდაპირ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკაზე და ისეთი სურათი იქმნება, თითქოს ის გეოპოლიტიკურ სივრცეში დამოუკიდებელი აქტორი იყოს. ახლა ამის დრო არ არის, თუმცა ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული კვლევის ჩატარებაა საჭირო. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უამრავ პრობლემას წარმოშობს ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ძალიან ბევრი სახელმწიფოსთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი გლობალური სამხრეთისთვის. Проблем многим людям и многим правительствам, а также политическим организациям по всему миру, особенно на глобальном юге. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.